ვუბრუნდებით საკანონმდებლო ორგანოს, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა დაიწყო პირდაპირ ეთერში ვთავთ პარლამენტს. ხოთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი, როგორ ბრძანდებით? ბატონო გიორგი, პროცედურა არის ასეთი, ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, ბატონ ბერდიას მივესალმები, გთხოვთ დაიკავოთ თქვენი ადგილი. ჩვენი კომისიის პროცედურული ასე ვთქვათ დასაწყისში ყოველას ასე ვაფრთხილებთ, ჩემი ვალია გითხრათ, რომ განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე კითხვებზე უარი ან პასუხისთვის თავის არიდება. მე რომ ეს გაფრთხილება გავაკეთე და თქვენ რომ ეს ნამდვილად მოისმინეთ, ამის დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს. წინასწარ დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, ჩვენ წერილშიც მიგითითეთ, რომ თქვენი სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს საქმიანობა და იმ დროს მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე გსურდა თქვენგან ახსნა განმარტების მიღება. მადლობა რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებებში ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. რაც შეეხება თემებს, იმ წერილში გარდა ზოგადი ჩარჩოსი მითითებული იყო, რომ სხვებს შორის ჩვენ გვაინტერესებდა თქვენთან 20 ივნისის თემაზე გასაუბრება. თუმცა თემა ეს ერთადერთი არ არის, მაგრამ ამით დავიწყოთ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, თქვენს გთავაზობთ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რის თქმასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ შესავალ ნაწილში, ქრონოლოგიურად რომ მოგვითხროთ, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რაც მიიღეთ და შემდეგ წარმართულ გამოძიებაზეც და თქვენს ამ გამოძიებაში მონაწილეობაზეც რომ გითხრათ 2-20 სიტყვა. აქვე საზოგადოებისთვის ვიტყვი და ამით თქვენს იმედი მაქვს დროს მოგაგებინებთ, რომ 2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ესენი არიან ცავა და სხვა საქართველოს მოქალაქეები, ვინც 20 ივნისს დაზიანდა, არაერთი მათგანი მძიმედ შტურმის მოგერიებისას, მათ იჩივლეს სტრასბურგის სასამართლოში და დადგა გადაწყვეტილებაც, სადაც არაერთ ნაწილში საქართველოს სახელმწიფო გამტყუნდა ამ მოქალაქეების პირისპირ დავაში. ამ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის დადასტურებული, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე, რომ არსებობდა საჭიროება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა. ამიტომ თქვენ თუ გნებავთ ამაზე ისაუბრებთ, მაგრამ ეს დადგენილ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მით უმეტეს რომ თქვენ მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში, ასევე თითოეული ჩვენგანი, ვინც ერთი გუნდის წევრები ვიყავით, ყოველთვის ვიყავით სწორედ იმ აზრზე, რასაც ამბობს სტრასბურგის სასამართლოც, რომ პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი მიმდინარეობდა, ეს შტურმი იყო მოსაგერიებელი და სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგი დასაცავი. ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა შტურმი მოგერიებული. ეს უბრალოდ შესავალისთვის და იმედია, რომ დროს დაგვაზოგინებს. თუ ეს მეთოდი მისაღებია, რომ თითოეულ თემაზე ჯერ თქვენ მოგცეთ სიტყვა, მოგისმინოთ და შემდეგ თუ კითხვები იქნება, ეს კითხვები დავსვათ. თუ ეს მისაღებია, გთხოვთ 20 ივნისის თემაზე 10-15 წუთი აიღოთ, თუ გნებავთ მეტიც და გაგვესაუბროთ ჯერ თქვენ. მადლობა. მიხარია რომ 10 წუთი მაქვს, არ დამჭირდება ამდენი. ესე იგი, მე თქვენგან მივიღე წერილი, სადაც ჩამოთვლილი იყო საკითხები და ნათქვამი იყო, რომ გაქვთ კითხვები 20 ივნისთან დაკავშირებით. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მე-3 თუ მე-4 დღეს და მას შემდეგ გავიდა 6 წელი. ამ 6 წლის განმავლობაში
მე აღარა ვარ ხელისუფლებაში უკვე 4 წელია. შესაბამისად, ყველანაირი ინფორმაციაც, დროც, შესაძლებლობაც არსებობდა იმისთვის, რომ ეს გამოძიება დროულად დასრულებულიყო. გარდა ამისა, მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, რომ 20 ივნისზე ასევე იყო დაწყებული გამოძიება იმასთან დაკავშირებით პირველ რიგში, თუ ვინ გასცა მაგალითად პარლამენტის შენობის შტურმზე ბრძანება. ეს გამოძიება ჩვენ დაწყებული ქონდა და ეს გამოძიება დღეს შეჩერებულია. ამასთან ერთად, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებულ გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ მე, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ არის იუსტიციის მინისტრობის დროს გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მასალები არის სრულყოფილად გაგზავნილი. გავიგე და მესმის, რომ დღეს შეიძლება აქტუალური აღარ არის საკითხი, ვინ გასცა 20 ივნის პარლამენტის შენობაზე შტურმის ბრძანება და მესმის ძალიან კარგად, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით აავა და სხვების საქმესთან დაკავშირებით მოგყავთ, მაგრამ ასევე მინდა გითხრათ, ვაფასებ თქვენს გამოცდილებას სტრასბურგში მუშაობის, მაგრამ სტრასბურგს არ უთქვამს არაფერი მსგავსი, რაც თქვენ ხა ჩამოთვალეთ. სტრასბურგმა პირველ რიგში თქვა შემდეგი რამ. მან დაადგინა ხარვეზი გამოძიების ნაწილში. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და დიდი ხანია ვითხოვდით, რომ ეს გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო, ეს ერთი. და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სტრასბურგმა დაადგინა და მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. რაც შეეხება ფართო კონტექსტს. ფართო კონტექსტის ნაწილში აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ სტრასბურგის სასამართლოზე უფრო დიდი და დასაბუთებული ინტერესი აქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ 20 ივნისთან დაკავშირებით ფართო კონტექსტის შესახებ უფრო მეტი ცოდნის ინფორმაციის არსებობას და წვდომას იმისთვის, რომ შესაბამისი დასკვნები გააკეთონ. რაც შეეხება ფართო კონტექსტს, მე ძალიან მაინტერესებს და ვთვლი უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს და სტრასბურგმა სკოლეთ ამაზე მიანიშნა, რომ გამოძიება არის გახანგრძლივებული. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ აუცილებლად სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები, რაც მისი პირდაპირი ვალდებულებაა და ინფორმაცია მიეწოდებინა სხვადასხვა უწყებებისთვის. მე არ ვიცი თქვენ ამას გააკეთებთ თუ არა, მაგრამ თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ ეს კომისია იქნება ნახევარი სიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი სიმართლე. ეხლა რაც შეეხება 20 ივნისის კონტექსტს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 20 ივნისს მე ამ შენობაში ვიცავდი სახელმწიფოს, არა პარტიას, არა ხელისუფლებას, არა ცალკეულ აღებულ ადამიანებს, არამედ ვიცავდი სახელმწიფოს. მაშინ აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით და პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე, რომელსაც ვამბობ. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ აი გავრილოვის აღმოჩენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო იდიოტური შეცდომა. მაგრამ დღეს უკვე ასე აღარ ვფიქრობ. დაგიხსნით რატომ? იმიტომ რომ ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს და ამის ცოცხალი მაგალითი ხართ თქვენ, ქალბატონო თავმჯდომარე. გაგახსენებთ და მეც
სულ ახალხანს გამახსენდა, რომ სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიცსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. ზუსტად მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ თქვენ როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი ნაცების ოფისს მიანიჭებდით პენიტენციური დაწესებულების ნომერს და თვლიდით, რომ ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. თუმცა მაშინაც 18 თებერვალს 21 წლის უჩინარი კაცი როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლევინათ აზრი და ზუსტად 1 საათში თითოეული თქვენგანი ყველა გაქრა. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. რაც შეეხება 20 ივნისს. 20 ივნისთან დაკავშირებით, ქალბატონო თავმჯდომარე, მე მიცემული მაქვს ორჯერ ჩვენება საქართველოს პროკურატურაში. მე ჩემს ჩვენებებს ესე არ ვცვლი. იმედი მაქვს და თქვენ გქონდათ ამის უფლება, გამოთხოვილი გაქვთ მასალები და ნანახი გაქვთ ჩემი დაკითხვა და გაცემული პასუხები. დღეს აქ და იმედი მაქვს, რომ ამ სხდომისთვის მოემზადეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გულწრფელად გეუბნებით ქალბატონო თეა. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. იმიტომ რომ ფაქტია, რომ თქვენ თუ ვინ გასაბრძანება პარლამენტის შტურმის შესახებ არ გაინტერესებთ და სხვა საქმეებშიც, რასაც მე კომისიის მუშაობას თვალს ვუყურებ, ვადევნებ, მთავარ ფიგურანტებს, ნაცების წარმომადგენლებს უბრალოდ არ ეძახით, თქვენ არ აპირებთ ნაცების გასამართლებას, ანაკრძალვას. მე არ ვიცი თქვენ რას აპირებთ. ამიტომ მე ამის კონტექსტს ვერ ხედავდი. ეხლა რაც შეეხება, რას ვხედავ მე ამ კომისიაში? მე ხა ჩემი აზრის გამოთქმის უფლება მაქვს, ხო? მე ვხედავ, რომ თქვენ ამ კომისიას იყენებთ ჰიბრიდული ომისთვის, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის საქართველოს მოქალაქეებზე და ზუსტად მსგავსი რამ მოხდა ისეთი სიმბოლური გმირის, როგორიც არის ანწუხელიძის გმირობის გაუფასურების კონტექსტში. მაშინ გულწრფელად ვამბობ, არ ვამატებ არც ერთ სიტყვას. მაშინ ჩავთვალე, რომ მე ვარ ვალდებული მოვიდე აქ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე სამწუხაროდ მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ განსხვავებული აზრი მაქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა, ბატონო გიორგი, მე მგონი ჩვენი გასაუბრება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე მეგონა. მოდით ასე შევთანხმდეთ. გასაგებია, რომ ალბათ თქვენ ღელავთ და გადმოხვედით პირდაპირ თავდასხმაზე. ამიტომ გიპასუხებთ თქვენი ნებართვით, თუ მოისმენთ ჩემს პასუხებსაც. პირველი, ის რომ ცავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. მაგრამ ვის დროსაც გაიგზავნა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. გაგზავნილი უნდა იყოს, მე ამის ღრმად მწამს ვიცნობ რა იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს კომპეტენტური შესაგებელი, რომ არა კომპეტენტური შესაგებელი სახელმწიფო ვერ დაამტკიცებდა იმას, რაც იყო რეალობა. კერძოდ ის, რომ პარლამენტის წინააღმდეგ ნამდვილად იყო შტურმი. მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო, ესეც არის ტყვილი. მე არ ვიცი თქვენ რამდენად მიადევნეთ თვალეს მოცულობითი დოკუმენტია ინგლისურ ენაზე. მაგრამ არის ასეთი აბზაცი 240.
სადაც ზუსტად ის წერია, რაც მე ვთქვი. ამიტომ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვათ, რომ ეს არ წერია, არ ვიცი, ეს მხოლოდ თქვენ იცით. კერძოდ ამ 240 აბზაცში წერია ასეთი რამ. The court cannot downplay the unusual turn of events at the demonstration and the chaotic events, including attacks on law enforcement personnel, while they were rightfully upholding public order, თქვენზეა საუბარი და პოლიციელებსა, which ensued after several hundred demonstrators started their violent attempts to break through the police cordon and storm the parliament building. პირდაპირ წერია, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი. ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. ანუ ვუბრუნდები ჩემ შესავალ სიტყვას, შესაბამისად. ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებაში სტრასბურგმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ მმართველი პარტია თქვენთან ერთად მაშინ ხედავდით და ვამბობდით, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე და რომ დასაცავი იყო საზოგადოებრივი წესრიგი. მე პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. სტრასბურგმა თქვა რეალობა და ის, რასაც თქვენც იძახდით, როცა იყავით მინისტრი. ეს მეორე. მესამე. თქვენ რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თანმოხვედით პარლამენტში, რომელსაც იძახით, რომ არ აღიარეთ, მოდით თქვენაზე დარჩით, ჩვენაზე დარჩებით, საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. თქვენ თუ აქ ხართ არ აღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში თქვენ გამოცხადდით კომისიის წინაშე, მე თავმჯდომარეს ვალდებული ვარ და ვალია ჩემი, რომ მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომლებსაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნებაჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა განმარტებებს იძლევით. ეს არის მხოლოდ დადებითი. რაც შეეხება შეჩერებულ გამოძიებას და დანარჩენ ყველაფერს, რაც თქვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე ბრძანეთ და შემდეგ გადადგომის დღეებიც გაიხსენეთ. მე კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ, რომ თავს ნოარიდებთ კითხვებზე პასუხს. რაც თქვენ შესავალ სიტყვაში უკვე გააკეთეთ, ბატონო გიორგი, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ დაგისვამთ კითხვას. ის კი არა, რომ გამოძიების მასალებში წერია და სტრასბურგში რა ითქვა და რა არა. მოდით მე თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრობის პოზიციაზე მყოფ გიორგი გახარიას დაგისვამთ კითხვებს ჩემს კოლეგებთან ერთად და ვიქონიოთ პატარა პრეზუმპცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. ეხლა ჩვენ გვაიდანს. თქვენ პირდაპირ ეთერში თვალსადევნებდით საგამოძიებო კომისიის ხდომას. მე შეგახსენებთ, რომ ხდომის ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის პარლამენტის არხზე მიმდინარეობს. ამ წუთებში კი გიორგი გახარიას უსმენენ.